კაჩო იმყოფებით შტატი მონტანა. მონტანა შტატი დიდი შტატია, სუძირდად ტრამალებია. მაგრამ პერიოდულად თქვენ აქ დაინახავთ, რომ არის პატარა სახლები, ძროხები, ცხრები, კაცები, ამბია და მოსახლეები. გუშინაც ვთქვი, რომ თითოეული შტატი ცდილობს თავისებურად რაღაცას განავითაროს თავისი ეკონომიკა. ხშირად პატრიარქს უთხოვს, რომ აი პატიმრებს რო სჩინთო და დაჟით მეთოდით რომ უნდა გამოასწოროთ, მოდი სხვა რაღაცა გამონახოთ და დავასახლოთო თებში და დასახდება და რაღაც ინტერესი მივცეთო. ეს პატრიარქს ხშირად ნათხა. აი იგივე ხდება აქაც. აი ამ ტრამალ მინდორებში მონტანას მთავრობა პატიმრებს აძლევს რაღაც გარკვეულ მიწის ნაკვეთს. და იმის საშუალებას პატარა სახსრებს და სასწავლო სახლს რაღაც ისეთი. იგივე მაგარ სახლებს არ აძლევს, მაგრამ აძლევს რომ იცხოვოს. აძლევს იმის საშუალებას რომ განავითაროს თავისებური ბიზნესი და უბრალოდ მიმაგრებულია იქ. ეს 5 წელი თუ 6 წელი ციხის ნასოფლო, ციხეში იჯდეს იმ გამოკეტილი ოთახში აძლევს საშუალებას, აი იყავი აქ 5 წელი და აწარმოე შენესაკი და თავისუფალი იყო არ დატოვოს ტერიტორია. ასეთ პოლიტიკას როგორც ვიცი, თვითონ რუსეთიც აწარმოებდა მე-19 საუკუნეში. ამით დაიპყრო ასე ვთქვათ ციმბირი. მე ნახე როგორი სახლია, ეს არის პატიმრების სახლია. ამ ტრაიტრიალ მინდორში მარტოა, ცოტა იქით 3 კილომეტრში სხვა დასახლებაა. აქ პატიმარს კი არ სჯიან თავის დანაშაულს, მაგრამ აძლევს საშუალებას განვითარდეს და გამოსწორდეს. ეხლა თუ ვერ გამოსწორდება, მაშინ უკვე თავის დააბრალოს. აქ დამშვენილი სახლი აგებია. თავისი ესა და პატარა მეურნეობაც აქვს. რა თქმა უნდა, გაუჭირდება ეხლა ეს მეურნეობა შეიძლება ვერ გაასახოს ან რაღაც პრობლემები გქონდეს ამ პროდუქტების გასაღებაში, მაგრამ კაცი ხო აკეთებს რაღაცას. და ყოფილა შემთხვევები, რომ ბევრი ასეთი პატიმარი, რომელიც მიმაგრებული იყო რაღაც მიწაზე და დიდარი და წარმატებული ადამიანი გამხდარა. ცუდია, ჩემი აზრით ცუდი ნამდვილად არ არის. პატრიარქს ხშირად დაუჯეროთ ალბათ ჩვენს დიდ წარმატებას მიასწრო, მაგრამ აგერ მაგალითი თვალსაჩინო მაგალითი რომელსაც მე ვხედავ. ჯერჯერობით მე ხა საშუალება არა მაქვს ამათთან ახლოს მივიდო, მაგრამ მე ჩამივარდება საშუალება, მე მივიდო და გავესაუბრო და აუცილებლად რაღაც საინტერესო ინფორმაციას გავიგებ. ამგვადგება